ოკეი. ხო ვიღებთ შიდა სამზარეულოს ახალ სერიას. ისევ ჩემ ტრეკზე ჯერ არ მიგზავნის FX20 თავის პროექტებს, ამიტომ ჩემი ტრეკი იქნება და წამშევიდეთ სტუდიაში თან. ფაქტობრივად ვატარებ ჩემი დღის ძალიან დიდ ნაწილს. ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი. ამაზე მე ცალკე გადავიღებ რაღაცებს. ჩემი გიტარა ესა. Короче, წადით. შიდა სამზარეულოს მეორე ეპიზოდი არის. ერთ-ერთი ჩემი ტრეკის პროექტს გავხსნი, შეგიპატიჟებთ შიდა სამზარეულოში. ანერაჩერს. და ხო, ნახოთ, როგორ მაგ რაღაცები გაკეთებული, შევხედოთ, მოკლედ გავიაროთ რა. ბევრი სასარგებლო რაღაცა იქნება სავარაუდოდ. შენთვისაც და ჩემთვისაც, იმიტომ რომ 3000 წელი ეს პროექტი არ გამოცნია. მოკლედ, ტრეკი არის ქვია Love is like a reverse ADSR. ეგეთი კომპლექსური არის. ჩემი და მაგდას პირველი კოლაბორაცია არის მაგდა იონიშვილის. და ეგეთი ტრეკი გამოვიდა მოკლედ. შეგიძლია რავი, ჯერ მოისმინე YouTube-ზე ან შეგიძლია აქ გამოყვე პირდაპირ. თავიდან და ეხა იმ ორივე ფლანგისთვისაც რომ საინტერესო იყოს თქვათ ჩვეულებრივ მსმენელისთვისაც და მუსიკოსისთვისაც აი ორგანიზებულობაზე გავუსმევ ხას რომ სულ როცა ვაკეთებ ტრეკს ძალიან ორგანიზებული ეხა იდეა შეგ არის 42 არხი მაგრამ ნახე გრუპებში როგორ მოხდა ჩაშლილი რომ აი არ დავიბნე არ დავიღალო და მიქსინგის დროს არ ვიყო აფანტული ნახე რამდენი არხი არის და როგორ ვოკალებ ნახე ყველაფერი ესე დაშლილი მაქვს არხებზე რა რაც ძალიან კარგი არის და მეხმარება რომ ორგანიზებული მქონდეს მთელი პროექტი და რაც მჭირდება იმის მიხედვით გავხსნა ჩავკეტა. ეგ არის პირველი. კაი, დავიწყოთ ინტრო, მოусმინოთ როგორ იწყება. Okay, ესე იწყება. ახლა ჩავსვამ ვიდეოს, როგორ დაიწერა ესა. სულ ეგ ინსტრუმენტი იყო ნიუტრონი, ბერინგერის და TD3. ასევე ბერინგერის ჩემ პირველი შეხება იყო სემიმოდულართან და ძალიან გამისწორდა სემიმოდულარი რაღაცას ფეჩინგი იყო პირველად რო გავაკეთე იყო სიგიჟე ფეჩინგი როცადე რაღაც ტვინი გამიხსნა რომ მეთქი ვაუ ეს რა არის ხო და მაგარი არის ძალიან ეგრე დაიწერა ეს ინტრო საერთოდ არ იყო ეს ჩაფიქრებული რომ ვოკალი იქნებოდა აქ და რაღაც საერთოდ არ მიფიქრია მაგაზე რაღაც მომენტში მაგდა მოვიდა და ჩამიწერა რაღაცა სხვა ტრეკზე მუშაობდით, რომელიც ახლა დაარელიცა სხვათა შორის სათხარ ეგრე ქვია და გადადი ნახე აუცილებლად თუ დაგაინტერესებს. მე გავუკეთე პროდაქშენი. მოკლედ და ეს ვოკალი ჩააწერა რაღაცაზე. და რაღაცა ჩამრჩა მაშინ აი აქ მუშაობდი რა ქვია session view-ში ვიყავი და ეს ვოკალი აქ დავტოვე და მე მომეწონა რაღაც თვითონაც მე მაგდას ეს ტრეკი ძალიან მოეწონა და რაღაც მომწერა რომ ცადოთო იქნებოდა მოკლედ ცადეთ და ეგეთი გამოვიდა ტრეკი და ახლა დეტალები გავიეროთ რა ხდება. ორი ქსილოფონი არის მოდი ეს ინტროს მე მოусმინეთ ცოტა ხანი. Okay. ქსილოფონივით ორი საუნდი არის. მარცხნივ მარჯვენის გაწეული მაქვს ორივე. ეს არის მინი ფრიკი, ეს აკროდევს, ეს საუნდი. და ეს არის მე მგონი ქსილოფონის საუნდი არის აქ და უბრალოდ მიდი ნოტები დაუწერე იგივე და ერთად გამოვიდა ეგეთი რაღაც. ხო, ოღონდ დაფრიზული მაქვს უეჭველი 10000 ჯერ, მაგრამ რა მაქვს აქ კომპრესორი მიდევს. ცოტა და პროერ რევერბი მიდევს. ავნახოთ. თითქოს არც არაფერი არ ცვლება.
ოკეი, ვოკალი არის და ვოკალზე მგონი მერე მივიდეთ და არის დრამები. ოკეი. Hi-hat-ი არის, რომელიც ესე მე-16-დები მიდის, სულ გაუჩერებლად EQ მიდევს. ეს რა არის? Abbey Road-ის სატურაცია მიდევს. ხო, აი ნახე, განსხვავება როგორი არის? ცოტა მაღლებში ეძლევა და ასწორებს. და ეს არის გაკეთებული ეს hi-hat-ები, მე მგონი მოძებნი მაგ დრამანქანას რაღაც Wolf რაღაც ქვია მოკლედ. და ჩვეულებრივი ის არის Night Hub Kit რაღაც დრამის ის არის რა ქვია. აქ Ableton-ის დრამი არის, რომელიც ეგეთ რაღაც ეგეთი რითმი ავეწყე. მე რაღაცნაირად ძალიან მიყვარს ეგეთი არაპროგნოზირებადი დრამები, რომ ვერ გამოთვლი, რომ ვერ ხვდები რა არის. და არაფერი delay აქვს და ხო, ეგ არის სულ. აი მივყვეთ აბა. გიტარები შემოდის. ოკეი, ეს რა არის არ ვიცი ზოთი? რაღაცა, უბრალოდ ambience არის რაღაცის და გიტარები არის 3 ცალი გიტარა არის. ვიცით გავადიდებ გიტარებს. ეს მე მგონი მაქვს Lexos გიტარით ჩაწერილი, Lexo Radiance-კან დატოვებული გიტარა მე მგონი და მაგით არის ჩაწერილი. და არხზე დევს In-Phase-ი, ეგეთი ის არის, რომელიც აი თუ ეხა ყურცას მეში უსმენ ან მონიტორებში, გაიგებ ძალიან დიდ განსხვავებას ეს ეფექტი რომ გაითიშება, სადღაც წესით აი აქ ითიშება რა. ეხლა ნახე როგორი გაშლილი არის In-Phase-ის გამო, როგორი სივრცეში გაშლილი არის. ეხლა გაითიშება, ნახე აქ სადღაცა. და ეგრევე მონეში იჩდება უფრო რა. ან ეგ In-Phase-ი ძალიან კაია, რომ თითო სტერეოში თუ გინდა რაღაცები გაშალო, ძალიან კაი არის ეს მაგისთვის რა. და ნუ მე ორი გიტარა არის, ხო? ესენი დაფრიზული მაქვს, აი 20,000 ჯერ სავარაუდოდ და არ ვიცი რა ეფექტები მინდოს, მაგრამ ეგეთი ორი გიტარა არის. და მე ძალიან მიყვარს ხა ეს რა მაქვს გამოყენებული. აი ესეთი ისინი მეავსება ძალიან საუნდები, როცა მიდგება საქმე რაღაც დრამატურგიულად ერთი მომენტი და მეორეზე რო გადადის, რაღაცნაირად ყოველთვის ვეძებ ხოლმე რაღაცა ელემენტს, რაც მიუთითებს, რომ რაღაც ეს იცვლება რა. აი ძალიან არ მომწონს რაღაც ერთი კუბიკი რო არის, მე მეორე ლეგოსავით რო არის, ესე აწყობილი ტრეკები ძალიან არ მომწონს და რაღაც ელემენტებს აი ხა ეს საუნდი ხშირად შეხვდება და ყველა რაღაც ეგეთ გადასვლის დროს მანიშნებელი იქნება, რომ აი რაღაც შეიცვალოს. კაი, მივყვეთ აბა. გიტარებზე პრინციპში ეს არის მე მგონი. ხო, გიტარა არის ისევ In-Phase-ი ჩართული აქვს ისევ. და მაგით ესეთი გაშლილი არის, ხო? და ვოკალი არის, ვოკალს და მერე მივიდეთ. ჩელოები არის რაღაცებს შევა. ოკეი, რაღაც პატარა ambience აძლევს. და ერთი რაღაც ახლა ნახე რა მომენტი არის რა, ეს ვოკალი, ეხლა რაც იყო, ეს რაღაცნაირად ლეიტმოტივი მომწონს, რომ ბევრჯერ მეორდება რაღაც მომენტებში რა, აქ იქნება ერთი მე იქეთ იქნება კიდე თავარ მისამღერამდე და ეგ ძალიან მომწონს, რომ რაღაცნაირად მეორდება. და აქედან უკვე შემოდის ბასიც, ქსილოფონიც, ახლა მისამღერი იწყება. ოკეი. პირველი რაც ხდება არის, რომ შემოდის ბასი. და ორი ბასი არის ერთად. აქ ლიმიტერი მიდევს რატომღაცა ვიცი. ნუ ორი ბასის ეს არის საუნდი. აუ ძალიან მევასება. ხო, აი ბასი გვაქვს ორი ცალი. ორი ბასი გვაქვს და ერთი არის ულადო, რომელზეც ნოე უკრავს. და მეორე არის მინი ფრიკე, ულადოს მოდი ერთად მოусმინოთ. და მოდი მარტო ულადო.
და ეს ამოფენილი ქვევიდან ეს ძალიან დადისტორტებული საუნდი და ერთად ძალიან მომწონს ეს შვება რა. ვიდეო შეხედეთ პრიკერი გათიშონახე. ხანერი მისმაგარე ან ეს რო გათიშო. ან ორივე ძალიან საჭირო ელემენტი არის და ეს ლეიერინგის ერთ-ერთი ძალიან კაი მაგალითი არის ეს ულადო ცოტა კონტრაბასული საუნდი და ეს რაღაც ძალიან დისტორშენიანი საუნდი როგორ დაიმიქსა ერთად საკაიფოდ და ნახოთ просто როგორ მაქვს ბასი დამიქსული. ამ მიქსინგზე ლუკა მეხმარებოდა ძალიან ლუკა როი და ნახოთ რები მაქვს Pro Q მაქვს გამოყენებული რაღაც მაღლები ცოტა ჩამოვაჭერით. ეს არის sub იმეშვება sub სიხშირეებს აძლევს კომპრესია და ეს რაღაც ეფექტების ის არის ხო? ხო, რაღაც ბევრი ეფექტი ადევს ერთად. კაი, მოდი ავეთ ნახოთ chains გამოვთავთ ლიანად. ხო. ძალიან სტილი harsh როგორ არის ხო? და ესე უფრო თხელი და ნიქსში საკაიფო ზის. და აქაც იგივე არის ხო? აქ რა მაქვს Pro Q მაქვს დაბლები ჩამოჭრილი აქ რო არ შეუშალოს ბასხელი, bass mono synth-ის რეჟიმზე მაქვს. multi-band იმიტომ რომ აი mix-ში ძალიან მაწუხებდა ერთი სიხშირე. აი გამოუთავ. აი ეს ძალიან მაწუხებდა ჰერცი არის, აი ეს არის რა 5000-ის ფარგლებში, 6000 ფარგლებში ძალიან აი mix-ში საზღრო. აი ძალიან თუ გესმის მაგას ეგრევე და მე ისე ორივე ქსილოფონი შემოდის აქ უკვე a gitara დარევერსებული არის ამ სიმღერაში უფრო ტექსტურას არის ვიდრე და ეხლა ჩემი საყვარელი ნაწილი აი ძალიან მიყვარს მე ჩელოებზე ჭკუა მეკეტება ეს რაღაც სემპლი მაქვს ჩელოების რომელიც დავჭერი ისე რომ ნოტები ისე ავაწყო როგორც მე მინდოდა რაღაც სხვა რაღაცა იყო აქ და ნუ მოდი ჯერ ჩელოებს ისე მოусმენთ მიქსში როგორ არის და მე ცალკე მოусმენთ ხო ნაცა ხო და ოკეი ჩელოებთან ერთად პერკუსიას გვემატება მოდი მოусმენთ და მივიდეთ ნახეთ ეს იგივე დრამაშინა არის იქაც იყო ინტროში Noise-რა და ჩელო. ეხლა ჩელოს მოусმინოთ ცალკე ნახე. ძალიან სინთეტიური არის ეს მარტო რო უსმე, მაგრამ მიქსში ძალიან მაგრაძის. ის იდეაში ესაკეთებს. და პროკიურო დაბლები მაქვს ეს ვოკალთან მოკლედ ძალიან გამიჭირდა მიქსინგი ვოკალის და მე ძალიან ბევრი ინსტრუმენტს ჩავაჭერი სადაც ვოკალის ხშირები იყო რა დომინანტი თორე ძალიან გამიჭირდა მიქსი მე აქაც იგივე აქაც რაღაც ჩაჭრილი მაქვს და აქ ეს გრუპზე მაქვს ჩაჭრილი ნუ ხო ხადა ჩელოვით ძალიან მიყვარს მოკლედ აქვენა თქო რომ მაგდასთან მუშაობა არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომფორტი ისთან რაც ვოკალისტი თავისანაც მიმუშავე აი ყველაზე პროფესიონალი არის საერთოდ მართლა ძალიან პროფი არის ეს მთელი თეიქი აი no joke მე მგონი რაღაც მთელი ის ვოკალისტისა 2 წუთში თუ 3 წუთში ჩაწერა რაც აი სასწაული არის მართლა ძალიან მაგარი ვოკალისტი არის მაგდა ძალიან მეყვარს ხო მე რა ხდება აბა რაღაც პატარა აუტროს ავიჩქნება ახლა ისე გიტარა არის ისე რაღაც ამბიენტი პროსტა ხო ეს რაღაც დარევერსებული ჰაი-ჰეტები არის ეს დრონი არის ჩელოსი სადღაც შორს და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. ეს ეს დრონი არის ჩელოსი სადღაც შორს და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის რომელიც სულ ასე თემას არის დროს. და ეს გიტარა არის
ისევის ლეიტმოტივი ვოკალის და ეს გიტარები აი აქ რაც იყო რაღაცნაირად გადასხონდეს და ეს დაძაბულობა რო შემოახმომწონს ამ ნახევარტონებს ეს უკვე კომბინაცია არის და ძალიან მაგარი რაღაც გააკეთა ნოემ კიდე აი ნოეს აფიქრდება კიდე რაღაცებს სულ ძალიან კარგად ბანები ესმის ანუ ძალიან არატრადიციულად ნუ რაღაც მუსიკაში ძალიან ნორმალიზებული აქვს მაგრამ ნუ კონცერტ მუსიკაში მაინც ბასი ყოველთვის ბანის ფუნქციას ასრულებს რო რაღაც ტონიკაზე მიყვება თქვა ფარვარი და აქ ძალიან მოძრაობს ბასი და ეგ მომწონს ძალიან რომ ანუ რაღაცნაირად ეს ნაცვლად იმისა დაესვა ტონიკა სადღაც სხვაგან წავიდა სხვა ბანია იყო რაც ვაფშე სხვანაირი ხასიათი მიცა და ეს მაჟორული ისედაა და ესეც ძალიან ჩემი თვის ძალიან ნოესებრი ბასის პარტია რაღაც არის ძალიან მისტერი რა ნოე ჭალიზე ვაპარაკობ რაღაც ფილმი თვითონ It's only in my ხო და ჩელოებმაც იგივე რაღაცა უკვე დრამატურგიულად ჩელოც და ბასიც ანუ ყველაფერის კულმინაციური ჰარმონია არის ძალიან კარგად და მაჟორიც სრულდება და აუტროში ისევ იგივე მოდულარ აუტრო მაქვს აკეთებული სემი მოდულებით რაც გაჩვენა ეს არის ეს რაღაც საუნდი არის კიდე და პრინციპში ხო ეგ არის აი ამ დრამში კიდე ძალიან მომწონს მე აი ეს ნოიზი რა აი ეს სკეითი რატომ იდოს იმიტომ რომ ნახე სასაშინელება იყო ეს გარეშე ეკვალაიზერი 1 მე კომპრესორი 4 კომპრესია და მე ნუ რაღაც ეთქვა ხო არ მომწონდა ეს ხშირი ოკეი ხო გეიტს კიდე მაგით კაი არის ეს გეიტი რო გამოსა შეგიძლია ხოლმე ნოიზები რასაც აქ სწორად თუ გამოიყენებ გეიტს შეგიძლია ნოიზები ნახე ხელა ნოიზი აქვს საუნდს იმიტომ რომ ანალოგის არის რა დრამაშინა და ეთქვა გამოყვებით ნოიზი ხო აქ პრინციპში მეტი არ ხდება დრამზე რა ხდება აქ დრამზეც არაფერი ნუ დრამის რა რითმი არის პროსტა და ესე აბა ეს აქ რა ხდება ანუ ესენი კიდე თან ეს სულ აქეთ იქ დადის ეს რა არის ზარები რა ეს მომწონს ოკეი ეგ არის პრინციპში რავი ხა ბევრი დეტალი არის კიდე მაგრამ მე მგონი ეს საკმაოდ ბევრი არის ხა მოდი ვოკალზე გადავიდეთ იმიტომ რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი იყო ვოკალზე ბევრი ვიექსპერიმენტეთ ეს საერთოდ პირველი ფაქტიურად ეგეთი პირველი ტრეკი იყო სადაც ვოკალი გამოვიყენე ჩემს ტრეკზე და რეპი მოქვს ნაკეთები ხა მერთმა უწყის მართლა რაღაც excited რაღაც სიგიჟები ესონტე გრუპი არის ნახტება რა ხდება ახლა ვოკალში ერთ ძალიან რაღაც მოგაკეთებული ოკეი ერთი არის რომ ნუ არის ძირითადი ვოკალი Things were falling
რომელიც მთავარი და ანუ უეჭველი 10000 ჯერ მაქვს გაკეთებული freeze and flat-ი, ამიტომ chain-ი არ ვიცი რა მაქვს ეფექტების გამოყენებული. მეორე არის იგივე ვოკალი არა ჩურჩული. და აქ ზუსტად მახსოვს რომ ეს რაღაც ძალიან უხეში კომპრესია გაკეთებული. და ჩამოჭრელი აქვს დაბალი სიხშირეები და ერთად ესეთი გამოდის ნახე უფრო გამორთა და როგორი არის ხო ეს ციცხადეს აძლევს ძალიან მიქში ხა ჩავრთა ცოტა ხანში ისე ამ ჩურჩულს და მესამე იყო ეს ძალიან ექსპერიმენტი იყო და რა ვიცი გაამართლა მაგრად ანუ იგივე ვოკალი არის ზუსტად რაც ეს ოღონდ დავფიჩეთ ერთი ოქტავით რა და არის ანუ ეგეთი გამოვიდა რომ ერთი ოქტავით ზევით ავწიეთ ეს ვოკალი და მაგრამ მიქსში მაგრად არის ძალიან ანუ მიქსში მომწონს აი და ისე ხა მარტო ეს ვოკალი და ჩურჩული იყოს აი ოდნავი არის ძალიან ეს ნოტები რა ეს მაღალი წრეპინე ხმარაც არის მაგრამ ანუ ხომს გარშე მიქსში რაღაც სიცხადე მოიტანა მაგან რა ეხა არ ვიცი როგორ უნდა გამოვხდა რატომ აქ ავტომატია საერთოდ დამოსტატებული არ ვიცი ასე სულელი მაგეთები არ ვიცი ხო და ამ ძალიან ისეთი რაც მოუტანა ვოკალს აი უფრო ამოწია მიქსში რა ეხა მოდი ამებს გავკიშე ორივეს და მე ჩავრთა ნახე და როგორ ვოკალი როგორ წამოიწევა აი ბექებთან ერთად კიდე არასორი როგორც მე. და ნუ ბექები გვაქვს კიდე ორი ნახე. აკაც დაფრეზული მაქვს 10000 ჯერ უეჭველი. კარგი, ეხა უყურე ეს აი როგორ იმეშვება რა, ანუ ეს ვოკალი როგორ ცხადი ხდება მიქსში, აი ამებთან ერთად რა, ნახე ხთელ გრუპს გავუშვებ. აი მარტო იქნება ხა ვოკალი და მე ჩაურთავ აი ამ ოქტავით აწეულს და ამ ჩურჩულს რა. ეხა ჩაურთავ. თავი უფრო ცხადი ხდება რა. შეიძლება უკეთეს ხერხებიც არის რომ რაღაც სიცხადე მიცემ, მაგრამ ნუ აი იმ პერიოდში ესე ექსპერიმენტავდით მოკლედ და ამან ძალიან გაამართლა და პრინციპში ეგ არის ხო რა ვიცი ძალიან ბევრი ისეთი დეტალი არის საინტერესო რაც მე ძალიან აი ეს ბასის ძალიან მაგარი არის მე ძალიან მომწონს ეს და ლეიერება ბასის რო აქეთ ეს აკუსტიკური კონტრაბასი არის ეს კონტრაბასი და ქვევით არის ეს მინიფრიკის ეს ძალიან დისტორშენია საუნდი ხო ჩელოები მე ძალიან მიყვარს მუსიკაში და რავი ხო პრინციპში ეს არის რა მეტი რა დეტალი უნდა თქვა აქ არც ვიცი მასტერინგზე რამე მაქვს ნაკეთები არაფერი საერთოდ ხო იდეაში ეს არის კიდევ ერთი სერიაში და სამზარეულოსი რავი ძალიან გამიხარდება თუ ვინმე გამომიგზავნით თქვენ პროექტზე შეგვიძლია ერთად განვიხილოთ, რავი, ჟანრის მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა არის რა რაღაცნაირად ეს სერიები განვითარდეს. და ძალიან მაგარი არის რა არტისტის შიდა სამზარეულოში რო იყურები ხვდები როგორ აკეთებს მუსიკას, მის ხედვას იზიარებ და რაღაც ძალიან კაი არის, ნუ at least მე ძალიან მიყვარს ეგ მომენტები, დიდი არტისტების იმებს რომ ნახულობ ხოლმე რაღაც. ცინაზე ვიყურებდი ბონობო თავის ტრეკებზე ლაპარაკობდა როგორ აკეთებს და აუ იმდენად ადამიანური ხდება მე რა ეს მისი მუსიკა რაღაც რო უსმენ ან საერთოდ მაგარი ამბავი არის რომ შემდეგ შიდა სამზარეულო სერიას გავაკეთებ ძალიან მაგარი გერმანელი არტისტის პროექტი მაქვს რომელსაც განვიხილავ გააზიარა თვითონ ესე მისი ებუტონის პროექტი გაგვიზიარა რაღაც ერთ კენოში დისკორდ ჩატში და ბარკოდი არის ეგეთი მუსიკოსი მაგის ლინკს შემდეგ იმაში დავტოვებ სადაც იქნება შიდა სამზარეულოს მესამე სერია და რავი შენს თუ გექნება სურვილი გამომიგზავნე სიამოვნებით განვიხილოთ თავად გაზიარება რომ ეს community გაძლიერდეს ეგ არის ჩემი მიზანი და არსიან ვიდეოების ხვდები ხა მე ამაში ერთ თეთრს არ ვიღებ საერთოდ ანუ მნიშვნელოვანია რომ ეს განვითარდეს და რაღაცნაირად წინ წავიდეთ ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი არის და ეს პატარ-პატარა დეტალებით გონია რომ წინ წავალთ მოკლედ ეგ არის ადიოს შეხვედრამდე